მოგესალმებით, მე ვარ ვახო მეზურნიშვილი, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პარტნიორი ტრენერი. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ესეთ ფენომენზე, წითელი დრო და მწვანე დრო. ყველამ ვიცით, რომ ბუნებაში არსებობს დღე-ღამეში 24 საათი, მაგრამ ასევე არსებობს წითელი დრო და მწვანე დრო. მოკლედ ავხსნათ, რა არის წითელი დრო და რა არის მწვანე დრო. წითელი დრო არის ის დრო, რომელიც ფუჭად იკარგება, არ ხმარდება არანაირ მიზანს, არ ხმარდება არანაირ შედეგს, უბრალოდ ფუჭად გაფლანგული დრო. ხოლო მწვანე დრო არის ის დრო, რომელიც ხმარდება კონკრეტულ ამოცანებს, კონკრეტულ აქტივობებს და საბოლოოდ არის შედეგიანად დახარჯული დრო. მინდა დავსვა საკითხი შემდეგნაირად. ადამიანი წამოწოლილია ტახტზე, უბრალოდ წევს, წითელი დროა ეს თუ მწვანე დრო, ამაზე ბევრი შეიძლება ვიდავოთ და ცალსახად იმის თქმა, რომ ეს წითელია ან მწვანეა, გაგვიჭირდება თუ არ დავფიქრდებით ერთ მარტივ რამეზე. რატო წევს ეს ადამიანი? თუ წინა დღეს საკმაოდ ბევრი იშრომა ამ ადამიანმა და დღეს ძალების აღდგენას აკეთებს, ისვენებს, იმიტომ რომ ხვალ ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევები ელოდება, ამ შემთხვევაში ეს ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ არის მწვანე დრო. ოჯახთან ერთად გადავწყვიტე შვებულებაში წასვლა, ავიღე შვებულება, წავედით შვებულებაში და თან გავიყოლე სამსახურის კომპიუტერი, ლეპტოპი. საღამოობით ვჯდებოდი კომპიუტერთან, კითხულობდი მეილებს, ვაბრუნებდი პასუხებს გარკვეულ წერილებზე, ზოგჯერ დილით ვრთავდი კომპიუტერს, საკომუნიკაციო შიდა საშუალებებში ვეკონტაქტებოდი თანამშრომლებს, მოვიკითხავდი და ფაქტიურად შვებულების გარკვეული პერიოდი, მე მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში ვიყავი, მაინც სამსახურის საქმეებს და სამსახურის აქტივობებზე ხარჯავდი გარკვეულ დროს. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მწვანე დროა. შედეგზე ხარ ორიენტირებული, მიზანზე ხარ ორიენტირებული, მაგრამ დროის მართვაში ამას ქვია წითელი დრო. წითელი დრო იმიტომ, რომ ის პერიოდი, რაც მე უნდა გამომეყენებინა შვებულებისთვის, ფაქტიურად იხარჯებოდა სამსახურის საქმეებზე. და აქ მოხდა კიდევ ერთი საინტერესო რაღაც, თანამშრომლებმა, კოლეგებმა შეამჩნიეს, რომ მე კავშირზე გამოვდიოდი, პასუხებს ვაბრუნებდი წერილებზე, ვიწერებოდი ჩატში, შიდა საკომუნიკაციო არხებში ინფორმაციას, ეს მათთვის გახდა იმის ნიშანი, რომ მაინც მუშაობს კაცო ეს ადამიანი, კი შვებულებაშია, მაგრამ მუშაობს, ჩართულია მიმდინარე საქმეებში და კიდევ უფრო იმატა ზარებმა, კიდევ უფრო იმატა მეილებმა, კიდევ უფრო იმატა იმან, რომ ვახო შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე, ვახო შენი დახმარება გვინდა, ვახო ამ ნაწილში რო ჩაერთო. ალბათ ყველა ადამიანს დღის განმავლობაში გვაქვს როგორც წითელი დრო, ასევე მწვანე დრო. რეალური დრო რო ავიღოთ, რაც ბუნებაში არსებობს, ანუ დღე-ღამეში პირობითად 24 საათი, მან ჩვენ ფაქტიურად სადავეები არ გვაქვს, ეს დრო უწყვეტად მიედინება, მაგრამ რაც შეეხება წითელ დროს და მწვანე დროს, აქ ჩვენ წყვიტავთ, რა დროს გავაწითლებთ და რა დროს გავამწვანებთ.